სასტუმრო რედისონში სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს. თურქულმა სამედიცინო ცენტრმა ანადოლუს ონკოლოგიური დაავადებების მიმართულებით ბოლო წლების სამედიცინო მიღწევები წარმოადგინა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეების სხივური თერაპიის პროგრამებზე, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების თავისებურებებსა და რადიაციული იოდის თერაპიაზე ისაუბრებენ. დასასრულს კონფერენციაში მონაწილე პაციენტებს ცენტრის ექიმებთან გასაუბრებისა და კონსულტაციის მიღების საშუალება ექნებათ. გასული წლის ნოემბერში საქართველოს მოქალაქეს დაისვა კუჭის საუთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი მესამე სტადიისა. ამ პაციენტის შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გაგრძელდა ანადოლუ ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრში. მკურნალობა მიმდინარეობდა მრავალი ეტაპად, გაკეთდა ქირურგიული ოპერაცია და შემდგომი თერაპია. ავადმყოფი გუშინ ჩვენთან ერთად სტამბულიდან ანადოლუ დაბრუნდა პრაქტიკულად გაჯანმრთელებული. რეზულტატი არის ჩინებული. მკურნალობა მოიცავს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს, როგორც დიაგნოსტიკაში, ასევე მკურნალობაში. ჩვენ საქართველოში სამწამყვან სპეციალისტთან ერთად ჩამოვედით. ასეთი სახის კონფერენცია თქვენს ქვეყანაში პირველად ეწყობა. ჩვენი ჩამოსვლის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპეციალისტების დახმარება. ქართულ ექიმებს ამ სფეროში ახალ ტექნოლოგიებს გავაცნობთ. ეს ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისია და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.